საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მცირემიწიანი ფერმერებისთვის სასოფლო სამეურნეო ბარათების გაცემა დაიწყო. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საურ ფუტკარაძემ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს გააცნეს. პროგრამაში წელს დაახლოებით 65,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ჩაერთვება, რომლებიც 1,25 ჰექტრის ოდენობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობენ. სასოფლო სამეურნეო ბარათები ორ კატეგორიად დაიყოფა: ნიადაგის დამუშავებისთვის და სასოფლო სამეურნეო საქონლის მისაღებად. დღესვე ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა ფერმერთა ნაწილმა შეხვედრა დროზე ადრე დატოვა. მათი განმარტებით წარმოუდგენელი პროგრამები გლეხების შესაძლებლობებზე არ არის გათვლილი. დარბაზი იმიტომ დავტოვეთ, რომ ჩვენ რაც გვინდოდა ისეთი არაფერი არ ვთქვა. 50 ლარი. რა განკუთვნილ არის, რომ 50 ლარი მოიხმაროს გლეხმა და შემოიტანოს სასუქი, წამალი, არაფერიც არა. 600 ლარი დამიჯდა. 3 ტონა მანდარინი გადავყარე. რომელიმე მოვიდა ეზოში, იკითხა, რა გავაკეთე? წინა წელთან შედარებით წლევანდელი პროგრამები უფრო არის გამართული, გააძულებული. თავარი მიზანი არის, რომ მივდივარ თითოეულ სოფელში, თითოეულ ფერმერთან, თითოეულ გლეხთან, რომ აუხსნათ პროგრამების შესახებ, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, მათი პრეტენზიები. ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე გასულ წელში არ ჰქონდა აგრობარათები. წელს როგორც თბილისის შემოერთებულ, ასე ბათუმის შემოერთებულს გადაეცემათ ბარათები და მოსახლეობას აუხსენით თუ როგორი იქნება პრინციპი. აქვე უნდა გითხრათ, რომ ორშაბათიდან მთლიანად რეგიონში, არა ყველა სოფელში, ყველა თემში ჩვენ გავდივართ ყველა პატარა სოფელში, რათა დეტალურად აუხსნათ ჩვენს მოსახლეობას თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ბარათებით. თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროთ პირდაპირ ეთერში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე მოვიწვიეთ. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ბატონო ავთანდილ, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ჩვენ ჟურნალიც გაესაუბრა, აცხადებს, რომ თანხა არის მისთვის მიუღებელი, ანუ არის მცირე იმისთვის, რომ ყველა სამუშაო, რაც გათვლილია საგაზაფხულო სამუშაოებს გულისხმობ, დააფინანსოს. რა ოდენობის თანხა გამოყო წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერთა დახმარებისთვის და ამ თანხიდან რა ნაწილი დაიხარჯება საქონლის შესაძენად და რა ნაწილი ნიადაგის მოსამზადებლად? დიდი მადლობა მოწვევისათვის და ძალიან კარგია რომ მომესა საშუალება კიდევ ერთხელ აუხსნა მოსახლეობას და ჩვენს ფერმერებს თუ რა სიკეთის მოდანა შეუძლია მას შესაძლებელია რომ ნამდვილად ვერ დააკმაყოფილოს და ვერ შეასრულოს ყველა ის საქმე რაც არის გათვალისწინებული, მაგრამ 90 მილიონი ლარია გამოყოფილი მთლიანად საქართველოს მასშტაბით ამ პროგრამისთვის დაიხარჯება 90 მილიონი. რაც შეეხება აჭარის რეგიონისთვის ამდენი. აჭარის რეგიონისთვის 65,000-ზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 65,000 ცოტა მეტი ფერმერი ისარგებლებს კატეგორიების მიხედვით თანხის რაოდენობას. მთლიანად იმიტომ ვამბობ, რომ ეს როცა დაზუსტებოდა ჩამოვა ბარათები, მის მიხედვით კატეგორიების მიხედვით დასაყოფი არის ეს მომსახურება და საქონელზე სხვა თანხა წავა, ანუ სასოფლო სამეურნეო საქონელიან მხედველობაში საქონელში ახლა მინდა განმარტო რომ იგულისხმება შხამქიმიკატები, მინერალური სასუქები და სათესლე სარგავი მასალა ამ სამ კატეგორიაზე. არ იქნება ისე როგორც გასულ წელს იყო. აი ეს გეტყვით ახლა. სხვა კატეგორიის მიწის ფართობს გააჩნია. თუ 2500 კვადრატულ მეტრამდე მიწა აქვს ფერმერს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, იქნება 900 კვადრატი, 1000 თუ 2499 კვადრატული მეტრი. რა ღებულობს 50 ლარის სასოფლო სამეურნეო ბარათს საქონლისათვის და შეუძლია მას შეიძინოს ის რაც მოგახსენეთ შხამქიმიკატი, მინერალური სასუქი და სათესლე მასალა. თუ არის 2500 კვადრატულ მეტრზე 1-დან 25-მდე იღებს ამ 50 ლარს ნებისმიერ შემთხვევაში და პლუს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით ჰექტარზე 140 ლარის ნომინალურ ღირებულებას. აი მარტივად რომ უთხრათ, თუ არის 1 ჰექტარი მიიღებს 140 ლარს და პლუს დამატებული ეს 50 ლარი და თუ არის ნაკლები შესაბამისად 5000-ზე 140-ის ნახევარი 70 ლარს და ასე შემდეგ. ანუ ჰექტარზე 140 ლარის, მაგრამ 50-ს მაინც მიიღებს. 50 ლარს ნებისმიერი ფერმერი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს მიწის როგორც სასაქონლოს. არ იქნება ეს დამოკიდებული, თუმცა საქონლისათვის საქონლის შესაძენად, თუმცა რაც შეეხება მიწის დამუშავებისთვის განკუთვნილ თანხას, ამ შემთხვევაში თანხა დამოკიდებულია უკვე მიწის ფართობზე. ფართობზე დიახ. მაგრამ საერთო ჯამში 1 და 25
კვადრატზე მიდის ჰექტარი და 250 მიდი 2500-ზე მიდის დამუშავება. მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ეს პროპორცია რამდენიმე ადგილას გააჩნდეს, არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს. ერთი განმარტება მინდა ახლა გავაკეთოთ. აი აქვე გკითხავთ და მე მეგექნებათ საშუალება რომ განმარტოთ. რითი ხელმძღვანელს, როდესაც ეს კონკრეტული თანხა დაასახელეთ. იყო თუ არა შესწავლილი საშუალო ხარჯი ფერმერის, რა თანხასაც ის ხარჯავს ყოველ სეზონზე ნიადაგის მოსამზადებლად თუ შხამქიმიკატების შესაძენად. რა შრომა ჩაატარეთ მანამდე რომ ეს თანხა გამოგეყვანათ? ეს პროექტი ძირითადად ორიენტირებული არის ხნათეს ვაზზე და საერთოდ იცია სახეხვარო განგარიშებულია რა არის სახეხვარო დანახარჯი ხნაზე და იქიდან გამოდის და უნდა ახსნათ აქვე რომ ეს 50 ლარი არის მინიმალური საჭიროება იმისათვის რომ შეიძინოს ისინი საქონელი, დიახ საქონელი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია სახნავი ფართობი, აქ ცოტა სხვა სიტუაცია არის. სახნავ ფართობზე თუ ეს სახნავი მისი არის 2500 კვადრატულ მეტრზე და არის მასივებში, ეს სიახლეა და იმედო მინდა უთხრა მოსახლეობას, შაშან არ იყო ასე წეს სიახლე არის დაუშვათ რომელიმე ბენეფიციარს თელ მასივში გააჩნია ფართობი 2500-ია და მას აქვს მიღებული 2500-ის სახნავი ბარათი. იქ დაიხურება აუცილებლად ის მოვა მექანიზატორის ტრაქტორები და დახნავს, მაგრამ გვერდზე აქვს მეზობელს იგივე კონტურში 1000 კვადრატიანი, 1200-იანი, ანუ 2300-იანი, ხო? ისინი შაშან არ იხვნებოდა. წელს ის ფართობი უბარათო ხნაქვია და იხვნება მაინც, ანუ მეზობლის ფართობიც. და არც ერთი კვადრატული მეტრი არ დარჩება დაუხნავი და ამის ანაზღაურებას ახდენს თვითონ სააგენტო შპს მექანიზატორთან შეთანხმებით ადგილზე არსებული ამხანაგობები არის კობულეთში არის მუნიციპალიტეტ ამხანაგობა ხინო ქედაში არის იგივე ამხანაგობა ისეთ მუნიციპალიტეტებში სადაც მიუდგომელია დახვნისთვის დამუშავებისთვის ნიადაგი თუ არსებობს ასევე რაიმე ტიპის სიახლე რომელიც დაეხმარება ფერმერს დაამუშავოს მიწა არა სადაც არ დამუშავდება მექანიზატორული იმით სხვა რა დანარჩენი ჩვენ სხვა პროგრამებით რომ ვაძლევთ ახლა ვეხმარებით 30%-თან დაფინანსებით მოტობლოგები მხოლოდ იმ შემთხვევაში სხვა ანალოგიური არაფერი არ არსებობს მაგრამ იქ ცოტაა სახნავები გასაგებია, თუმცა ესეც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემად რჩება და შესაძლოა ახლო მომავალში თუ კი გაითვალისწინებს რაიმე პროგრამა ასეც მოაგვიყვება, მაგრამ რაც შეეხება განაღდებას, ვიცით რომ არის რიგი სიახლეები განაღდების ბარათთან დაკავშირებით. თუ შეიძლება უფრო დეტალურად ავუხსნათ ფერმერებს და ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც სამომავლოდ ამ ბარათს გამოიყენებს. დიახ, ესეც სიახლეა, ძალიან კარგი კითხვაა, რაც შაშან არ იყო და მიმაჩნია რომ ნამდვილად სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ წელს იქნება საბანკო ბარათებით. ეს იგივე პლასტიკური ბარათი არის, რომელზეც იქნება შესაბამისი ქულები დარიცხული. ეს როგორ ხდება? ქულას აქვს თავისი ნომინალური ღირებულება რარებში, არა? თქვათ ეკუთვნის შედარებისა ნიმუშ საერთოდ ვამბობ, რომ თქვათ 100 ქულა ეკუთვნის და ერიცხება ბარათზე 100 ქულა. მაგრამ ის არის განსხვავება, რომ გასულ წელს ბარათი უნდა განაღდებულიყო ერთ მაღაზიაში, სავაჭრო ქსელში. მთლიანად. ანუ თუ კონდა თქვათ 100 ლარი და მას არ ჭირდებოდა 100 ლარის ამ შემთხვევაში, ან იმ მაღაზიაში არ იყო მისთვის საჭირო ხელმისაწვდომი შხამქიმიკატი, ან აგრო სასუქები, არა? მაშინ იძულებული იყო მთლიანად გაენაღდები და აეღო ის რაც იქ არსებობდა. ძეს ბარათმა რა მაქვს ახლა? ბარათის შემთხვევაში დარიცხული ქულა შეგვიძლია ერთ მაღაზიაში ავიღოთ 10 ქულის, მეორეში 5 ქულის და ჯამში თანდათან სხვადასხვა მაღაზიებში ჩვენი მოთხოვნილების მიხედვით გავანაღდოთ და პლუს ამას დანაზოგის გავაკეთოთ ბარათზე. ანუ დანაზოგი მას ნიშნავს, რომ თუ ამ სეზონზე ამ წლის განმავლობაში ვერ ამოუწურეთ, ბარათს თვითონ პლასტიკურ ბარათს არ მინდა შეეშალოს მოსახლეობას, სწორად გაიგონ, პლასტიკურ ბარათს აქვს 10 წლის მოქმედების ეს ნაშთი და მომავალ წელში თუ იგივე პროექტი განხორციელდება, ქულა დაემატება თუ არ მარჩენი ქულა. თუ არ განხორციელდება, ეს თანხა დაეკარგება. არ დაეკარგება, ის ამ წლის განმავლობაში შეუძლია გაინაღდოს თანდათან. არა, მე მგულისხმობ იმ შემთხვევაში თუ კი ფერმერმა გადაწყვიტა რომ წელს, მიმდინარე წელს ეს თანხა არ დახარჯოს. არ დაეკარგება, არის ქულა რომელიც დევს. ამ ქულას თუმცა თუ კი პროგრამა არ გაგრძელდება, ამ ქულას როგორ დახარჯავს, როგორ გამოიყენებს? მომავალში? დიახ. ერთი წლის 10 წლის განმავლობაში შეუძლია ეს მიიღოს, მივიდეს და მიიღოს, მაგრამ თუ განხორციელდა თქვა პროგრამა, ანუ მეორე ანალოგიური პროგრამა, რომელსაც განახორციელებს სოციალური განვითარების ფონდი სააგენტოსთან ერთად, არა, იქ დაემატება იმ სხვა პროგრამითაც არსებული ქულები ამ ქულას დაემატება. ანუ არსებული ბალანსი შეუძლია სხვა პროგრამითაც ის არის, ასე არის. რაც შეეხება განაღდების პრობლემას, იმიტომ რომ წინა წლების განმავლობაში ეს იყო სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანებს უწევდათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მისვლა და რიგებში დგომა. ამ შემთხვევაში ხომ არ გაიზრდება ამ პუნქტების რაოდენობა, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გლეხისთვის ბარათზე არსებული ქულების განაღდება. წელს
ნამდვილად არ იქნება ეს პრობლემა. თუნდაც არ გაიზარდოს ქსელი. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას? ამის თქმის საშუალებას ის ფაზის ამ ბარათს რო აქვს, ასე ხალხს შაშან მქონდათ იმის შეგრძნება რომ არ განაღდეს, ახლა დღეს თქვა ხვალ აღარ იქნება ვადა და 1 აგვისტომდე იყო შეზღუდული იყო ვადებიც გახსოვს ალბათ 1 აგვისტოს განაღდება დამთავრდა. ზოგს არ ჭირდებოდა აგვისტოში და შხამქემიკატს იყენებდა სექტემბერში, ხო? მესამე წამლებისთვის ან მეოთხე წამლებისთვის, ან საერთოდ არ უნდა ამ წელში და გამოდანების ვადების გაზრდამ გამოიწვია, აუცილებლად შეამჩნევს. რაც შეეხება თვითონ დარიგების პროცესს, როდიდან დაიწყება დარიგების პროცესი? მარტში ალბათ დაიწყება. ხარ ექნებათ, მახსოვს რომ შაშან ჰქონდათ პრეტენზიები, თითქოს ზოგმა ნაწილმა ფერმერთა ნაწილმა მიიღო ბარათები დაგვიანებით. ამიტომ ის სამუშაოები, რაც უნდა განეხორციელებათ თავის დროზე და გეგმის მიხედვით დაუგვიანდათ. წელს როგორ იქნება? ჩვენთან ხმათვესების პერიოდი არის აპრილისათვის, თუმცა ბარათი ადრე იქნება დარიგებული, მაგრამ და შეუძლია შეეძინონ სასუქები და შხამქემიკატები და ხმათვესების პერიოდისათვის დაგვიანება არ იქნება გამორიცხული, იმიტომ ბარათები ფაქტიურად მზად არის, სიები დაზუსტებულია. ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა დაზუსტება და ერთხელ კიდე მინდა გამეორე რომ წელს გაცილებით ნაკლები უნდა იყოს ხარვეზი და მეტი უნდა იყოს მაყოფილი ხალხი, რადგანაც აჭარის ხელისუფლების უშუალო ჩარევით მხოლოდ აჭარისათვის, ამას თამამად ვამბობ, მხოლოდ აჭარისათვის დაიშვა ის, რომ მოხდა სიების კორექტირება ჩვენი რეგიონისათვის და რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. დიახ, რამდენიმე დღის წინ დასრულდა, კარდაკარის პრინციპით გაკეთდა ეს, ანუ ჩვენ ვთხოვეთ რწმუნებულებს, საინფორმაციო სამსახურებს ყველა, თითო ოჯახში არის მისული და რაც უკან ნახა ფერმერმა რამდენი აქვს მას სახნავი, რამდენი აქვს მრავალწლიანი კულტურის ქვეშ დაგავებული ფართობი, ხელი აქვს მოწერილი. და რაც შეეხება მექანიზატორულ პროგრამას, ანუ ტრაქტორებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იყო პრობლემა. მოსახლეობას უჭირდა იმის გამო, რომ ტრაქტორების რაოდენობა იყო ნაკლები, შესაბამისად უგვიანდებოდა ტერიტორიის დამუშავება. ხომ არ იგეგმება მექანიზატორული ტექნიკის განახლება ან ტრაქტორების რაოდენობის გაზრდა? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იგივე ეს განახლების პერიოდი, რადგან გაიზრდება, შესაძლოა ტრაქტორებზეც იგივე არ იყოს? არა, არ იქნება ეს. ამას აბსოლუტურად თამამად გეუბნებით, იმიტომ შაშან არ იყო, წელს არის ჩვენთან ჩაქვში ალბათ ვინც დადის მოძრაობს კობულეთი-ოზურგეთის გზაზე, იცის რომ ბათუმი კობულეთის გზაზე იციან რომ ჩაქვში არის მექანიზატორი შპს, რომელსაც ყავს 40 ერთეული, რომელიც აღჭურვილია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს, არ არის ისა რომ ამისამაც ჩვენმა ტრაქტორებმა უნდა გააკეთოს, რაც აჭარაში არის. ამ პერიოდისათვის კახეთიდან უკვე გამონტაჟებული, იქ იცით რომ ადრე იწყება ხმათვესების პერიოდი და ეს ერთიანი სისტემა არის, ამის პრობლემა არ იქნება. შაშან თვითონ დაგვეხმარა ჩვენ იცით ალბათ რომ ქედაში და კობულეთის რაიონში ხელვაჩაუში ყველგან მუშაობდა არა აჭარის ტრაქტორები, არამედ შემოსული იყო შპს-ში გაიძელა, რა თქმა უნდა გაიძელა, იმიტომ რომ ცოტა იყო ესა და ეს ჩვენი მყავს. ჩვენი რა, ჩვენ იგივე შპს-ი არის და აჭარის ტერიტორიაზე არის ჩაქვში განლაგებული და პლუს ამას დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ ბატონო ართანდილ, გეგმავთ თუ არა უფრო ინტენსიურად პროგრამის პრეზენტაციას მოქალაქეებთან, იმიტომ რომ ინფორმაციის ნაკლებობა ხშირად წარმოშობს ხარვეზებს და აქედან გამომდინარე ხომ არა გაქვთ დაგეგმილი რომ ფერმერებს უფრო ახლოს და მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოთ ეს ინფორმაცია? კი ბატონო, მაგაზეც დაბეჭდებით მინდა გითხრათ რომ სამშაბათ 11 რიცხვიდან თუ გვიყურებს ახლა ალბათ ხალხი ჩვენი რეგიონის რომ ყველა პირველ რიგში კობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონში პირველ რიგში, იმიტომ რომ მაინც აქ დათბება ამ დღეებში და ადვილი იქნება მოსახლეობასთან ურთიერთობა. არა მარტო თემებში, არამედ თითოეულ სოფელში იქნება შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების გამგეობების წარმომადგენლები იქნებიან საინფორმაციო სამსახურების თანამშრომლები, რომელიც აქტიურად მიიღებენ და არა მარტო დადებითისებას ფერმერები თვითონ ინდივიდუალურად გაიგებენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ართანდილ, იმედს ვიტოვებ, რომ ტელემაყურებლისთვის ყველა ის სიახლე, რაც თქვენ დღეს ისაუბრეთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში არის მისაღები და გასაგები, თუმცა თუ კი დაგრჩათ დამატებითი კითხვები, როგორც ბატონმა ართანდილმა აღნიშნა, შეგიძლიათ შეხვედრებს დაესწროთ და თქვენთვის აქტუალური კითხვები მათ უკვე პირადად დაუსვათ, განვაგრძობთ გამოშვებას.